აი, ხელავდი. პირი გაგიშრა. იტყუები შენ. ადამიანი რომ მარცხნივ მაღლა იყურება, ესე იგი სიმართლეს ამბობს, იმიტომ რომ იხსენებს და მარჯვნივ მაღლა თუ იყურება, უცებ ხვდები რომ ეს მატყუებს. თუ გაინტერესებს ბლუსმენა, მეც მაინტერესებს მოყოლა. არის ერთი ნიუანსი. ასე დაახლოებით 8 წლის წინ იყო ერთი ვიდეო, ვირუსულად გავრცელდა. შეიძლება თქვენც გინახავთ. ნაწყვეტი არის ამერიკული გადაცემიდან Moment of Truth. სიცრუის დეტექტორი თარგმნება ხოლმე ქართულად. გადაცემა არის, სადაც მონაწილეები მიდიან წინასწარ პოლიგრაფს, იგივე ეგრეთ წოდებულ სიცრუის დეტექტორს გადიან და შემდეგ იმავე შეკითხვებს ხალხის წინაშე პასუხობენ. იდეა ის არის, რომ სულ უფრო და უფრო პერსონალური შეკითხვებია და თუ სულ ყველაფერს გაეცი პასუხი ისე, რომ პოლიგრაფმა გითხრა, რომ მართალს ამბობ, ბოლოში იღებ $500,000. გადაცემა ეს არის, მაგრამ ერთი სერია იყო, რომელიც არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ ყველა მონახეთ. ერთი ქალი იყო, რომელიც საშინელებებს აღიარებდა. ჯერ დაიწყო თავიდან, რომ სამსახურში ფული მოუპარავს, მაგას რა უჭირს. მერე გამოიყვანეს მისი ყოფილი ბოიფრენდი, რომელმაც კითხა, რომ შენი აზრითო ჩვენ უნდა ყოფილიყავით ერთათო, ხო და ამ ქალმა უთხრა, კიო, რაც არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა მისი ქმარი, რომელიც გვერდზე ეჯდა და ესე იყო, როგორც სესილია თაყაიშვილი ნატრის ხელში. შემდეგ ესე აღარ იყო, იმიტომ რომ მერე კიდე ამ ქალმა აღიარა, რომ ვალატა ამ კაცს რამდენჯერმე. მერე ეს ქმარი ესე იჯდა, ამ ქალის დედა უბღვერდა იქიდან და ბოლოში მაინც ვერ გაიმარჯვა. ამ ქალმა ჩაიჭრა თავარ შეკითხვაში. როდესაც კითხეს, რომ გონია, რომ კარგი ადამიანი ხარო? ამ ქალმა უპასუხა, კიო, მგონიაო. სიცრუის დეტექტორი არ ტყუის. პოლიგრაფმა ყოველთვის იცის შიგნიდან რა დამოკიდებულება გაქვს საკუთარ თავთან. ხო და წლები გავიდა მაგის მერე და მახსოვს ხოლმე ეს ვიდეო. ერთი, იმიტომ რომ ეს ქალი საერთოდ ვინ იყო, რატომ მივიდა იქამ და მეორე სიცრუის დეტექტორის ამბავი მაინტერესებდა. ესე კარგად შეუძლია, რომ დაადგინოს ქვეცნობიერში საკუთარი თავის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს. საერთოდ რანაირად მუშაობს პოლიგრაფი. კიდევ ერთი სერიალი გამახსენდა, Lie to Me, მომატყუე, რომელიც კიდევ უფრო ძველია, 15 წლის წინანდელია, ხო არ გინახავთ? მე მიყვარდა. პირველი სეზონი განსაკუთრებით, მერე ცოტა მოსაწყენი გახდა. ტიმ როთი თამაშობდა მთავარ გმირს, მოკლედ ტიმ როთი ვინმე საეჭვო პირს რო დაელაპარაკებოდა, ამას გააკეთებდა და მაშინვე ამოიცნობდა ადამიანის მიერ უნებლიეთ მიღებული გამომეტყველებით ნახევარწამში იტყუებოდა თუ არა ეს პირი. წერია ყველას გვესმის, რომ ეს შოუა, სერიალებია, უამრავი გადაჭარბებულია, ძალიან გადაჭარბებულია, სრულიად გამოგონებულია, მაგრამ რაღაც სიმართლის მარცვალი ხო არის ამაში. ხო შეიძლება რომ ჟესტებით, გამომეტყველებით, მზერით, ფიზიოლოგიური მაჩვენებლებით დავადგინოთ იტყუება თუ არა ადამიანი. ხო ეხა ყველას ქონია მომენტი, როცა რაღაც ელაპარაკები მეგობარს, ნათესავს, ახლობელს და უცებ ხვდები რომ ეს მატყუებს. რა თან მართალი ხარ. ხო შეიძლება რომ მეცნიერებმა დააჯგუფონ სიცრუის მაჩვენებლები და უტყუარი თუ არა მიახლოებული მეთოდი მაინც გქონდეს სიცრუის დასადგენად. კაცო, სხვა თუ არაფერი. სიცრუის დეტექტორი ხო მართლა არსებობს. კი ვიცით რომ 100%-იან შედეგს არ დებს, მაგრამ მაინც რაღაცას ხო აკეთებს. არის ერთი ნიუანსი. თქვენ ახლა უყურებთ ვიდეოების სერიას, რომლის ამოცანაც გახლავთ კონტექსტის და ნიუანსის გათვალისწინებით სიღრმისეული ჩაყვინთვით. ნახოთ თუ რა მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს, უბრალოდ საინტერესო იყოს. დღეს მაგალითად პოლიგრაფზე, სიცრუის დეტექტორზე ვილაპარაკებ და ორი ამოცანა მექნება. ერთი რომ იმ თავდაპირველ შეკითხვას გავცე პასუხი, მაინტერესებს რა შვება სიცრუის დეტექტორი, რამდენი პროცენტით არის აკურატული, როგორ არის ზუსტია თუ არ არის და მეორე როგორ ხდება რომ მიუხედავად სამეცნიერო მტკიცებულებებისა, ერთ მხარეს პრაქტიკაში მაინც სხვა რაღაცას ნერგავდა. ეს რას ნიშნავს, მოდი მე ნელ-ნელა გეტყვით. მაგრამ დავიწყოთ. ხო და სიცრუის დეტექტორი იგივე პოლიგრაფი. თავიდან უნდა ვთქვათ, ალბათ იცით, მაგრამ მაინც რომ ეს ტესტი მართლა ტყუილს არ ზომავს. ზომავს სტრესს, ფიზიკურ აღგზნებას და იდეა ასეთია, რომ სიცრუის თქმა სტრესული საქმეა, სტრესი გამოიხატება უნებრივი ფიზიოლოგიური რეაქციით, რომლის გაკონტროლებაც ადამიანს უჭირს და თუ ამას გავზომავთ, დავინახავთ როდის იტყუება. რაც
მოვიძიე სიცრუის დეტექტორის ისტორიასთან დაკავშირებით, ლამის ყველგან არის აღნიშნული, რომ ძველი ჩინელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ბევრი საუკუნით ადრე ეჭვმიტანელს დაკითხვისას პირში უმბრინჯს უდებდნენ და დაკითხვის მერე ამ ბრინჯს შეხედავდნენ და თუ მშრალი იყო, ესე იგი, აი, ღელავდი, პირი გაგიშრა, იტყუები შენ. და ამის გამო მერე შეიძლება სიკვდილითაც დაესაჯა თვინმე. ეხლა ეს ამბავი მეცნიერ კვლევებშიც არის მოხსენიებული, მაგრამ თავდაპირველი წყარო არსად არ არის ნახსენები, ვერსად მივაკლია, რომ ვინმე ჩინელის ცნობა ჰქონდეს მოყვანილი, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს არის ლეგენდა, ბევრად უფრო გვიანდელი, მაგრამ მაინც გითხარით, იმიტომ რომ ყველგან არის აღნიშნული და თქვენც ხომ უნდა იცოდეთ. ისე ძველ დროში დაკითხვისას უფრო ადუღებულ წყალს და შანთებით ხორცის გლეჯას ამჯობინებდნენ ხოლმე, მაგრამ როგორც არის რა. მე-19 საუკუნის ბოლოდან სხვადასხვა ტიპებმა დაიწყეს პირველი სიცრუის დეტექტორების შექმნა. ერთი ლეგენდარული იტალიელი ჩეზარე ლომბროზო, რომელმაც გამოიგონა აპარატი, რომელიც წნევას ზომავდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კიდევ ერთი კაცი იყო, რომელმაც სუნთქვის სიხშირის გაზომვა დაიწყო. მე ერთი ამერიკელი იყო, უილიამ მარსტონი, რომელმაც ამაზე წერა დაიწყო და დაირქვა, რომ მეოვარო პოლიგრაფის მამაო. ისე კი უფრო ცნობილია, როგორც კომიქსების გმირის Wonder Woman-ის ავტორი. თუ გახსოვთ, Wonder Woman-ს აქვს სიმართლის ლასო, რაც ამ პოლიგრაფთან პირდაპირ კავშირშია. The hell is this thing? რეალურად თუ ვინმე შეიძლება უწოდოთ თანამედროვე პოლიგრაფის მამა, იმიტომ რომ ბევრი იყო ასეთი, ერთი კაცი, ჯონ ლარსონი, რომელმაც შექმნა პირველი დახვეწილი აპარატი, რომელიც ზომავდა თან წნევას, თან სუნთქვის სიხშირეს, სუნთქვის სიღრმეს და ამას 10 წელიწადში დაემატა კანის, როგორ თქვა, მოკლედ ოფლს ზომავს რა, ოფლს მაშინაც კი, როდესაც ვიზუალურად არ გეტყობა, კანის ელექტრობას ზომავენ და იციან, როცა ღელავდა, როდესაც ოფლი გასხამს, მაშინაც კი, როდესაც ოფლი არ გასხამს. ხო და 1930-იანი წლების მერე პრინციპი ამ აპარატის მუშაობის დიდად არ შეცვალა. მეთოდი დაიხვეწა, ცხადია, თავიდან ანალოგური იყო, მერე ციფრულზე გადავიდა. ეხა ზოგი სხეულის მოძრაობასაც აღწერს ხოლმე, მაგრამ პრინციპულად დარჩა იგივე. ხო და როგორ მუშაობს? ანუ ორი რამე რო ვიცოდეთ, რომ ერთი არის აპარატი და მეორე არის ხალხი, ვინც ამ აპარატს ახლავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ერთი ადამიანი, რომელიც სწორად დასვამს შეკითხვებს და მეორე ადამიანი, რომელიც სწორად აღიქვამს, რა შედეგი გაჩვენა აპარატმა. უბრალოდ გაუწვრთნელ ადამიანს თუ ეს ჩაგივარდა ხელში, საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებ. მაგრამ, როგორ ხდება ხოლმე, წარმოვიდგინოთ, რომ დაგაბრალეს კონკრეტული ფულის მოპარვა. მერე რა ხდება? მიდიხარ გვსვამენ, გამაგრებენ ამ აპარატზე და თავიდან გისვამენ ზოგადი ხასიათის შეკითხვებს, რადა დადგინდეს ეგრეთ წოდებული საბაზისო მაჩვენებელი. ანუ ჩვეულებრივ ზოგად შეკითხვებზე, რომელსაც არ ღელავ, როგორ სუნთქავ, როგორი წნევა გაქვს, ეს ელექტროდერმული აქტივობა როგორია, მე უკვე გადადიან საქმეზე და გისვამენ სხვადასხვა ტიპის დამძაბავ შეკითხვებს. მაგალითად, თქვათ, გიღალატია თუ არა ვინმესთვის, ვინც გენდობოდა. 25 წლამდე რამე ხომ არ მოგიპარავს. ეს კონკრეტული ფული ხომ არ მოგიპარავს. ეხლა რო დაიკარგა, რაც მართლა გვაინტერესებს. ლოგიკა არის ესეთი, რომ მე თუ ვარ უდანაშაულო, იმ ზოგად დამძაბავ შეკითხვებზე უფრო დავისტრესები, ვიდრე იმ კონკრეტული ფულის ქურდობის ამბავზე, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ფული არ ამიღია. სხვა შემთხვევაში ალბათ ვინმესთვის მიღალატია, ვისაც ვენდობოდი და მოკლედ მე გაწვრთნილი ტექნიკოსი ამას შეხედავს და დაინახავს, სად არის სად არის ნაკლები მას მერე სიცრუის დეტექტორი უამრავჯერ გამოუყენებიათ და ზოგჯერ კარგი შედეგებიც უჩვენებია. მაგალითად, ესეთი შემთხვევა 1994 წელს ჰაროლდ ჯეიმს ნიკოლსონს ჩაუტარეს პოლიგრაფიული გამოკვლევა, რაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობდა CIA-ში და პოლიგრაფმა აჩვენა, რომ მაღალი ალბათობა იყო, რომ ეს კაცი იტყუებოდა. შემდეგ გამოიძიეს და მართლაც და აღმოჩნდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან ჰქონდა კავშირი. ამ კაცზე კაცილებთ მეც მოგიყვებოდით, იმიტომ რომ გზადაგზა შევისწავლე და ძალიან სასაცილო როგორ თქვა, მაგრამ თავისებური პიროვნება იყო. პირველი შეკითხვა გამიშთა, რომ 94 წელს რატო გადაწყვიტა, რომ რუსეთთან დაეჭირა საქმე, ან მანამდე ან მერე კიდე გაიგებდი, მაგრამ 94 წელს რუსეთიდან ყველა ამერიკაში გარბოდა. მოკლედ ამ კაცს ოჯახური პრობლემები ჰქონდა, კიდე თან იმაში გამოიჭირეს, რომ საკონტროლო შეკითხვების დროს მეტისმეტად ღრმად სუნთქავდა. ამას ჩანდა, რომ გაცურებას ცდილობდა აპარატისას და მოკლედ გამოიჭირეს. ყოჩახ 1-0 სიცრუის დეტექტორის სასარგებლოდ. კიდევ არის სხვა შემთხვევები, მაგალითად ვალიდკას მკვლელობები 2008 წელს, რომელსაც არ მოგიყვებით, იმიტომ რომ ორი პატარა გოგო მოკლა ვიღაც ტიპმა იარაღით 11 და 13 წლის და მე სხვა რაღაცასთან დაკავშირებით დააკავეს, ან თავის საცოლე წყავდა მოკლული. იქ პოლიგრაფი ჩააგდო და შემდეგ
აქედან გამომდინარე გამოძიება უფრო მეტად ფოკუსირდა მასზე და მე იპოვეს რომ სხვა ცუდი რაღაცებიც ჰქონდა გაკეთებული 2-0 პოლიგრაფის სასარგებლოდ. მაგრამ კვლევარები რას ამბობენ? მეცნიერები რისთვის ყვა გადაცემა? აი რას? ამერიკის პოლიგრაფთა ასოციაციის 2011 წლის მეტაკვლევამ გახსოვთ რომ მეტაკვლევარი კვლევების კვლევა. მანამდე სხვა კვლევები ჩაატარეს, ამათაც კვლევები გამოიკვლიეს და დაადგინეს რომ პოლიგრაფს აქვს 99%-იანი სიზუსტე. თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი, რომელსაც შეიძლება თქვენ შეამჩნევდით. დაინახეთ ვერა ეს მეტაკვლევა კიდევ ერთხელ ჩაატარა ამერიკის პოლიგრაფთა ასოციაციამ, პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც აი საერთოდ არ არის მიუკერძოებელი. ის ხალხი ამის თვითონ ატარებენ ხოლმე ამ სიცრუის დეტექტორების ტესტებს. ერთი და მეორე ხა ისიც აღსანიშნავია რომ გამოგონების დროიდან 1930-იანი წლებიდან მოყოლებული პოლიგრაფის ჩატარება არის სერიოზული ბიზნესი, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც ამას ატარებს. ანუ სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან, კერძო დეტექტიური სააგენტოები თუ უამრავ შემთხვევაში დამქირავებლები, ვისაც უნდათ რომ თავიანთი თანამშრომლები გატესტონ, ისინი ამ პოლიგრაფის ტესტს იღებენ ხოლმე, ამიტომ არის მოკლედ მთელი რიგი ხალხი, ვისაც აწყობს რომ ეს მუშაობდეს, იმიტომ რომ ხელფასს იღებენ ამაში. მოკლედ არის კვლევები, რომელიც ჩემი აზრით თავიდანვე აპრიორი ძალიან სკეპტიკურად უნდა შევაფასოთ, იმიტომ რომ ბევრი კვლევაა ეგეთი, რომელიც კარგ შედეგს იძლევა მარტო პოლიგრაფთან დაკავშირებით კი არა, მაგრამ მე შეხედავ და თურმე იმ ხალხის ჩატარებულია, ვისაც პირდაპირ ფინანსური ინტერესი აქვს, რომ კარგი შედეგი მოგცეს. ამას მოუბრუნდები ამ კვლევას, ანუ ესე გვერდზე არ გადავაგდებთ მარტო მაგის გამო. მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ხსმენიათ ალბათ, რომ პოლიგრაფის შედეგებს ბევრ ქვეყნებში სასამართლო არ აღიარებს, ზოგან არ განიხილავს, ზოგან განიხილავს თუ დაცვაც და ბრალდებაც შეთანხმდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა არსად არ აქვს, მაგრამ ხანდახან შეიძლება ადვოკატმა თქვას, რომ ვისაც მე წარმოვადგენ, ჩააბარებს პოლიგრაფის ტესტს და პროკურატურა მას თქვა, რომ აი ჩააბაროს და მე განვიხილავთ სასამართლოზე, მაშინ შეიძლება მიიღონ. მაგრამ მგონი არსად არ არის ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიპოვე, რომ მხოლოდ სიცრუის დეტექტორმა გაამართლოს ვინმე ან გაამტყუნოს ვინმე. და შეიძლება ვიფიქროთ, რომ სულ რომ 99% მართალი იყოს, ამ შემთხვევაშიც ის 10% შანსი არის დარჩენილი, ამიტომ სასამართლო ვერ გარისკავს, რომ 90%-იც მისაღები იყოს მათთვის, მაგრამ მეცნიერების ძალიან დიდი ნაწილი ძალიან დიდ ეჭვს გამოთქვამს, რომ ეგ 99 კი არა, რამე სახის პროცენტული მაჩვენებელი შეგვიძლია რომ დავადგინოთ. ეს ეჭვი რომ სიცრუის დეტექტორის ზუსტი და სანდო არ იყო, ამ აპარატს გამოგონების დღეიდან მოყვება და მას შემდეგ უფრო ძლიერდება. ლარსონი ვახსენეთ, ამ დახვეწილი პირველი აპარატის შემქმნელი და მან თავიდანვე შეიტანა ეჭვი თავისივე გამოგონების სიზუსტეში. ამბობდა რომ ხედავ დაკითხვის შედეგებს, სადაც არ ჩანს რომ ადამიანი იტყუება, მაგრამ ჩემი აპარატი აჩვენებს რომ იტყუებაო და მალევე ფრანკენშტეინის მოსტრი უწოდა თავის გამოგონებას. ეხლა მინდა რომ იმ კვლევას მოუბრუნდეთ, მეტაკვლევას, პოლიგრაფთა ასოციაციის ჩატარებულს. ერთი თქვი რომ სკეპტიკურად უნდა მიუდგეთ, იმიტომ რომ ისი ჩატარებულიც არის, მაგრამ მეორე მხრივ ესე ხელაღებით ვერ გადავაგდებთ. იქნება კაი შედეგები აჩვენა მართლა. მე რა რომ თითქოს მიკერძოებულები არიან. ხო და გაცილებით უფრო მიუკერძოებელმა და სანდო დაწესებულებამ ამერიკის მეცნიერთა აკადემიების კვლევის საბჭომ, ის არის 2003 წელს გამოაქვეყნა ვრცელი ჩაღრმავებული ანალიზი, სადაც აქამდე არსებულ კვლევებსაც მიმოიხილავდნენ და თან დაასკვნეს, რომ მოკლედ ამ კვლევების დიდი ნაწილი არ იყო მაღალი ხარისხის და როგორც თვითონ თქვეს, ვერ უძლებდა კრიტიკას. იმიტომ რომ ისინი იყო ლაბორატორიულ გარემოში ჩატარებული და მათი შედეგების გავრცობა რეალურ ცხოვრებაში არ შეიძლებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შეეხებოდა თანამშრომლების სკრინინგს, ანუ ხშირ შემთხვევაში ესე გამოიყენება ხოლმე პოლიგრაფი, რომ კონკრეტულ დანაშაულს კი არ ადგენ, არამედ სამსახურში ტიპი რო აკყავს, ზოგად კითხვებს უსვამ, რომ ნარკოტიკი მიიღია თუ არა ოდესმე, გიქურდია თუ არა ოდესმე. ამ შემთხვევებში იმდენჯერ შეცდება ეს პოლიგრაფი, რომ აზრი არ აქვს მის გამოიყენებას საერთოდ. ეხლა რატო იყენებენ მაინდა-მაინც ლაბორატორიულ კვლევებს? იმიტომ რომ სხვანაირად აი ერთ კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში კიდე თეორიულად გასაგებია რომ რა შეიძლება გამოიკვლიო. თქვათ მოიგონებ რაღაცა დანაშაულს, დაუწესებ ადამიანს რომ შენ ხარ დამნაშავე, შენ ხარ არადამნაშავე, შემდეგ პოლიგრაფით გაზომავ და ნახავ რამდენი პროცენტიანი სიზუსტით დაადგენს ვითომ დამნაშავეს. ანუ რეალურ ცხოვრებაში ამას ვერ გამოიყენებ, იმიტომ რომ მთელი აზრი ამ პოლიგრაფის ის არის, რომ არ ყვიო ვინ არის დამნაშავე და ვინ არ არის დამნაშავე. როცა სკრინინგ შეეხება საქმე, ან თქვათ, როცა 1000 ადამიანს ეკითხები ზოგადი ხასიათის შეკითხვას, იქ იმდენი
ცრუ პოზიტივი და ცრუ ნეგატივი იქნება, რომ უბრალოდ ვერ შეამოწმებ რა პროცენტიანი სიზუსტით დაადგინა. ცრუ პოზიტივი არის გასაგებია ხო? ანუ ცრუ პოზიტივი არის რომ ვიღაცას არ გაუკეთებია რაღაცა, მაგრამ ამან თქვა რომ გააკეთაო. ცრუ ნეგატივი არის, როდესაც ვიღაცას გაუკეთებია რაღაცა და ეს დაგიდგენს რომ არ გააკეთაო. მოკლედ ეს 2003 წლის დასკვნა, რომელიც ვნახე და მას შემდეგ არ შეცვლილა პრინციპულად, რომ პოლიგრაფის სიზუსტე შეზღუდულია, არის დამოკიდებული კონტექსტზე. სკრინინგისთვის არის არასაკმარისი, სკრინინგის დროს შეცდომები იქნება ბევრი დაშვებული და უცველია კონტრზომების მიმართ. ანუ კონტრზომები რა არის? შეგიძლია რომ მოატყუო პოლიგრაფი, ერთი ფიზიოლოგიურად რაღაცა გააკეთო, ეგ საკითხული გექნება თან გაგონილი რომ ერთი შეგიძლია იჩქმიტო ჩუმად თითები რაღაცა ესე გადააჯვარედინო, დაჭიმო სხეული სწორ დროს და სწორ ადგილას. მაგრამ ამას გარდა უბრალოდ მენტალურადაც შეგიძლია მოემზადო და რაღაცა ზუსტად ერთი ტონი გქონდეს. ანუ არც ძალიან მშვიდი, არც ძალიან დაძაბული. როგორც ამბობენ, მაინც რთული არიან პოლიგრაფის მოტყუება, მაგრამ არავინ ამბობს, რომ არის შეუძლებელი, იმიტომ რომ გაუკეთებიათ ადამიანებს. Well, I've never seen anything like this. Everything reads true. look, can someone learn to beat this thing? It's possible, but you'd have to have total control over your emotions. თავარი დასკვნა არის ის, რომ ტყუილის ფიზიოლოგიური ხელმოწერა ზუსტი არ არსებობს. ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა მთლიანად მეთოდის. არ აქვს მნიშვნელობა ბრინჯსიდე პირში თუ წნევას ზომავ. როგორც პოლიგრაფის კრიტიკოსები ამბობენ და ესენი არიან ამერიკის მეცნიერებათა აკადემია, ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაცია, დიდი კომპეტენტური პატივსაცემი ორგანიზაციები და ისინი ამბობენ, რომ არ არსებობს უნიკალური ფიზიოლოგიური რეაქცია, რომელიც აუცილებლად ტყუილზე მიუთითებდეს. ფიზიოლოგიურ აღგზნებას გაზომავ, გადასარევად, მაგრამ შიშმა გამოიწვია ტყუილმა, თვითონ ამ ტესტით გამოწვეულმა სტრესმა თუ რამ, მაგას სანდოდ ვერ გაზომავ. იმ ბრინჯის ამბავი თუ მართალია, წარმოიდგინე რამდენ უდანაშაულო ადამიანს გაუსყდებოდა გული პირში რომ ბრინჯს ჩატენიდნენ და მერე ჩამწრალ შეკითხვებს დაუსვამდნენ. არის ხალხი, ვინც იტყუება და არის სტრესება, ანუ არა აქვთ მაჩვენებლები ფიზიოლოგიური აღგზნების. არსებობს ხალხი, რომლებიც არარაციონალურად ისტრესება. ადამიანები ვართ. ხო და ესენი რას ამბობენ? მოწინააღმდეგეები პოლიგრაფის, რომ პროცენტულად როგორ გამოისახება პოლიგრაფის სიზუსტეო. საქმე იმაშია, რომ ვერავინ ვერ იტყვის. კვლევები ძირითადად ლაბორატორიაში ტარდება, თქვით უკვე სადაც წინასწარ არის ცნობილი მოცემულობა, მაგრამ როცა 1000 ადამიანს ეკითხები, რომ მამიდაშვილზე ავი აზრები გაგივლია თუ არა თვალში, როგორ გაზომავ, რამდენმად გითხრა მართალი და რამდენმა გითხრა ტყუილი. მოკლედ, ესენი ამბობენ, რომ არანაირ პროცენტს ჩვენ არ ვიტყვით. სხვები არიან კიდე, მინახავს უფრო სკეპტიკური შეფასება 54%, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე უფრო სანდოს სწორედ ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარების, დოქტორების ამ ხელას სია არის. დასკვნა არის, რომ იმისთვის რომ პროცენტი თქვა, უნდა გქონდეს ამის საფუძველი და მაგის საფუძველი ვერ გვექნება ვერანაირად. ხო, კაი, პროცენტს არ ამბობენ. რას ამბობენ, რომ როგორ ზომავს პოლიგრაფი რეალურ ცხოვრებაშიო. ინგლისურად არის ესე greater than chance yet short of perfection. ანუ შემთხვევითობაზე უკეთესად, მაგრამ სრულყოფილებაზე ბევრად ნაკლებად. აბა ის შემთხვევები რო ქონდა რომ სიცრუის დეტექტორმა რო გვიხსნა და ვიღაცა დაადგინა, კიდევ უფრო მაგალითის მოყვანა შეიძლება როცა დაგვაღალატა. ის ჰაროლდ ჯეიმს ნიკოლსონი რო ვახსენე, პოლიგრაფმა რომ ჩაჭრა ჯაშუში. ვიდრე რუსები მას გადაიბირებდნენ, იმავე წელს გაცილებით უფრო ცნობილი ჯაშუშის ამბავი გასკდა ოლდრი ჯეიმსის, რომელიც ორჯერ იყო პოლიგრაფზე და ორივეჯერ წარმატებით გაიარა. უამრავი შემთხვევაა, როდესაც დამნაშავეს კითხეს და არაჩვენა სიცრუის დეტექტორმა რომ ტყუოდა. ჯეიმსის გარდა კიდევ არაერთი ჯაშუში იყო, ანა მონტესი 17 წელი კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა და გიჟივით აბარებდა პოლიგრაფზე. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი Green River Killers-ის სახელით ტიპი, გერი რიჯვეი რა თქინდათ, მაგრამ მაინც 84 წელს იყო უკვე ეჭვმიტანილი სიცრუის დეტექტორი გაატარეს, არ იტყუებაო აჩვენა. ბოლოს 2001 წელს დაიჭირეს. ამას ემატება კიდევ უამრავი უდანაშაულო ადამიანი, რომელმაც ტესტი ჩააგდო. ანუ არ იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ დეტექტორი პოლიგრაფი აჩვენებდა, რომ დამნაშავე ხარ. თუ ესეთი არასანდოა, თუ უკვე ერთი საუკუნეა მკვლევრები იჭვით უყურებენ პოლიგრაფს, რატო არსებობს დღემდე? რატომ არის, რომ მაგალითად ამერიკის ლამის ყველა სააგენტო, FBI, CIA, NSA, DEA სულ ყველა იყენებს პოლიგრაფს?
ან სამსახურში აყვანისას, ან დაწინაურებისას, ან ისე დროდადრო, როცა მოეპრიანებათ ხოლმე. ხო და რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ მათთვის ეს პოლიგრაფი მაინც არის გამოსადეგი, როგორც საგამოძიებო ხელსაწყო. ანუ ერთი ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია, რო გგონია, რომ პოლიგრაფმა შეიძლება დაგიდგინოს, რომ იტყუები, თავიდანვე უფრო გულწრფელი ხარ FBI-ს ან CIA-ს გამომძიებლების მიმართ. გამომძიებლები შეიძლება HR არის ალბათ, ვისაც სამსახურში აყავ ხარ, მაგრამ თავიდანვე გიბიძგებენ, რომ უფრო გულახდილად მიუდგე ამ საკითხს. მეორე ისიც არის, რომ შეიძლება ადამიანმა, ვისაც დასამალი აქვს რაღაცა, თავიდანვე არ გარისკოს და არ მივიდეს და ამით გაიცხრილოს. მესამე არის, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხალხს ჯერა, რომ პოლიგრაფი რაღაცას აკეთებს, შეიძლება იყოს გამოძიებისთვის ძალიან საჭირო ინსტრუმენტი. რახან სერიალები ვახსენეთ, მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ყველა დროის საუკეთესო სერიალი Wire, მოსმენა ითარგმნება ქართულად, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ბევრ რაღაცას იმეორებს, ანუ სერიალია, მაგრამ მართლა ბალტიმორის პოლიცია რასაც აკეთებდა. იმას აჩვენებს და ერთი სცენა არის ცნობილი, როდესაც პრინტერის მეშვეობით გამოტეხავენ დამნაშავეს, იმიტომ რომ რეალურად სიცრუის დეტექტორი არ აქვს, მაგრამ პრინტერი ბეჭდავს ტყუილი, მართალი, ტყუილი და გაუნათლებელი არა დიდი ცოდნის მქონე ეჭვმიტანილი ამაზე გატყდება. იმიტომ რომ ეუბნებიან, რომ ეს მანქანა არასოდეს იტყუება. ეს იტყვის, რომ კარგი, ვაღიარებ ყველაფერს. კიდევ ერთი მომენტი, რისთვისაც იყენებენ მთელი ეს სააგენტოები, არის უბრალოდ რაღაც ბიუროკრატიული ტრადიცია არის. რთულია, რომ თქვა, მოდი აღარ ვიყენებთ სიცრუის დეტექტორს, როცა ამას უკვე ბევრი აწლეულია უკვე აკეთებ. თან მით უმეტეს რატო აღარ უნდა გამოიყენო, როდესაც გამოსადეგი მართლა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ დაძაბულობის წერტილებია იმ ხალხისთვის, ვისაც შეიძლება რაღაცა კონდეს დასამალი. შეიძლება 4 წელიწადში ერთხელ 2 წელიწადში ერთხელ თუ რამდენ ხანშიც ერთხელ იქნება, მე თუ ჩემი დაზვერვის უფროსებთან რაღაცა ცუდი მაქვს გაკეთებული და მინდა რომ დაუმალო, მაინც ვხელავ, მაინც მომზადება მიჭერს, მაინც შეიძლება სუნთქვა დავიწყო და თითსებწყენა დავიწყო და ამის შემდეგ გამომიჭირონ. ამასთან ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ტექნოლოგიები წინ მიდის. ტექნოლოგია და მიუხედავად იმისა, რომ პოლიგრაფის პრინციპი არ შეცვლილა, ჩნდება ახალი სიცრუის დეტექტორები, რომლებიც საერთოდ სხვა პრინციპზე მუშაობენ. ანუ ამ შემთხვევაში ისინი ზომავენ არა ფიზიკურ აღგზნებას, არა სტრესს, არამედ ფუნქციური MRI-ის მეშვეობით პირდაპირ ტვინზე გაკვირდებიან. და ამ შემთხვევაში ცდილობენ დაადგინონ, რომ რაღაცა რაც აენთო ტვინის ამ ნახევარსფეროში, ეს ნიშნავს, რომ შენ იხსენებ, თუ რომ შენ იგონებ. რამდენიმე ასეთი ხელსაწყო არის ახლა, რომელიც როგორ თქვა, არც სამეცნიერო ფანტასტიკაა და არც ჯერ რეალობა არ არის, სადღაც შუაშია. როგორც ამბობენ, ამ წუთას ლაბორატორიულ პირობებში კარგ შედეგებს აჩვენებს, მაგრამ დანერგისთვის ჯერ მზად არ არის. ეს ყოველ შემთხვევაში რასაც საჯაროდ ამბობენ ხოლმე. რახან ჩართული არის აქ მთელი დაზვერვა, შეიძლება თვითონ ლაბორატორიებში უკეთესი რაღაცა აპარატი აქვს, მაგრამ არ ამგონია. სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე წელია თუ ამან გაამართლა რომ დაინერგოს და თან ისიც არის რომ კარგია, ანუ ტვინში რო გიყურებს ვიღაცა იტყუები თუ არა. უამრავი ტექნოლოგიური სიახლეა, რომელსაც ამბობ, რომ კაია დამნაშავეებს დაიჭერენ, მაგრამ ტყუილი ყველას გვითქვამს. ხანდახან არ გინდა რომ დაინახონ ეკრანზე, რომელი რაის რეგიონი ენთება შენთან ტვინში. სიცრუის მაჩვენებლებზე და ტყუილის გამამჟღავნებელ ჟესტებზე კიდევ ბევრი მაქვს ალაპარაკო. თავიდან როცა ამ სერიისთვის დავიწყე კვლევა, ვაპირებდი რომ ეს სიცრუის დეტექტორი ყოფილიყო მხოლოდ შესავალი, ერთი მეოთხედი და ძირითადი ყურადღება გამემახვილებინა, აი ლაითუმი რო ვახსენე, რომ შეიძლება თუ არა გამომეტყველებით, ჟესტებით, წამის მიასეთში დადგენა ადამიანი იტყუება თუ არა. ხო იცით, თან არის უამრავი ფაქტი, რომელიც ვიცით, რომ ადამიანი რო მარცხნივ მაღლა იყურება, ესე იგი სიმართლეს ამბობს, იმიტომ რომ იხსენებს და მარჯვნივ მაღლა თუ იყურება, ესე იგი იტყუებაო. მაგრამ ვეღარ მოვასწარი, იმიტომ რომ იმდენი ნიუანსი ქონდა ამ სიცრუის დეტექტორს, რომ აი, აქამდე ვილაპარაკე. მაგრამ, როდესაც დავიწყე სიცრუის დეტექტორის გამოკვლევა, სულ ვატყობდი, რომ აი, არის კიდევ ერთი ნიუანსი, იქ კიდევ ერთი ოხერი ნიუანსია, არ გამოვა ესე, რომ მარტო შესავალში ჩავატიოთ, ბევრი გვაქვს მოსაყოლი, მაგრამ მოდი ესე ვქნათ. თუ გაინტერესებთ მოსმენა, მეც მაინტერესებს მოყოლა. დამიწერეთ კომენტარში და შემიძლია რომ ჟესტების სცენაზეც უფრო მეტი გითხრათ კვლევები რას გვეუბნება. ასევე ისიც დაწერეთ თუ ამ სერიასთან, ან სხვა სერიასთან დაკავშირებით რამე შენიშვნან პრეტენზია გაქვთ. ან რამე სხვა იდეა თუ გაქვთ.
ან თუ ახლა გადაწყვეტ რომ აქამდე მოისმინოთ რომ მოწონებას დააჭიროთ ხელი და გამოწერას არავის ეგ არ ეწყინება. პირიქით.